მოგესალმებით კოლეგებო, კორუმი გვაქვს, დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა, ამასობაში კოლეგები შემოგვიერთდებიან. დღის წესრიგი დარიგებულია, გათვალისწინებულია ორი ინიციატივის განხილვა, ეს არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე თავმდებ ცვლილებებთან ერთად, მეორე მოსმენით დაჩქარებულით და შეკრებების ან მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავმდებ ცვლილებებთან ერთად, მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით ხოთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი ვინ არის მომხრე. მადლობა. ბატონო ალექსანდრე, გთხოვთ, წარმოადგენთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავმდებ ცვლილებებთან ერთად მეორე მოსმენით კანონის პროექტები. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხი შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საბაკალავრო პროგრამის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ესე ვთქვათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობის შექმნა ჩვენ სისტემაში, ასევე პირველი მოსმენის ფარგლებში გამოითქვა მოსაზრება და ჩვენ დავეთანხმეთ ამ საკითხს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ჰქონდეს უმაღლესი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად უკვე წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტში ასახული არის დებულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობას, ასე რომ მუხლობრივი განხილვის დროს თითოეული ცვლილების შესახებ დეტალურად მოგახსენებთ. ბატონო, მაშინ დავიწყოთ მივყვეთ და მუხლობრივად განვიხილოთ პირველი პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი ცვლილებას პირველი შეეხება 37 მუხლის მესამე პუნქტს და ცვლილებები არ განხორციელებულა. კი ბატონო, მუხლი მეორე. პუნქტობრივად არ მუხლობრივად მაშინ გავყვები. კი ბატონო, პირველ პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა, რაც შეეხება მეორე პუნქტს პირველი, მეორე, მესამე, ესე პირველ პუნქტში ცვლილება 53 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილება არ შესულა, მეორე პუნქტში დააზუსტდა ნაცვლად პოლიციის კადრების სპეციალური მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებისა, ჩაიწერა სამინისტროს კადრების სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება პოლიციის აკადემიაში. მესამე პუნქტში ცვლილება არ არის, მეოთხე პუნქტში 53 მუხლის ცვლილება არ არის, მეხუთე პუნქტში პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მასწავლებლების დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, აქ სახელმწიფო უსაფრთხოების ეწრა და ჩასწორდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების. ასევე დაემატა 53 მუხლს ახალი მე-6 პუნქტი, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს მინისტრის ბრძანებით დარეგულირდეს პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის მიღების, სწავლების, პრაქტიკის გავლის, მობილობის, სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგამართლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. ანუ ეს მობილობის საკითხი დაისვა საპარლამენტო განხილვების დროს და მინისტრის ბრძანებით იქნება დადელეგირებული როგორც მობილობის, ასევე სხვა საკითხები. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მესამე პუნქტში, ეს შეეხება 53 პრიმა მუხლს, შეიცვალა დაზუსტდა პროგრამის სახელწოდება და პოლიციის აკადემიის უმაღლესი საგამართლებლო პროგრამების ნაცვლად მიეცდა პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა. შესაბამისად შეიცვალა აღნიშნული მუხლის პირველი, მესამე პუნქტები, პირველიდან მესამე პუნქტებამდე სამივე. ამასთან დასახელებული პუნქტის პირველ პუნქტში მიეთითა, რომ საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ადგენილ მოთხოვნებს და გაივლის ამ კანონის 37 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას. აგრეთვე საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებად შესაძლებელია დაწესდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა, ანუ ცვლილების ნაწილში ვინაიდან ესე ვთქვათ 11 წლიანი სწავლება შეიძლება იყოს სკოლებში და არ იყოს პირი სრულწლოვანი სანამ ჩააბარებს ასე ვთქვათ პოლიციის აკადემიაში. ამ შემთხვევაში ჩვენ არა ასე ვთქვათ ინიცირებულ ვარიანტში ეწერა, რომ პოლიციაში მიღების ასე ვთქვათ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და კანონში წერია 18 წლის უნდა იყოს ადამიანი, რომ პოლიციაში მიიღონ. შესაბამისად ეს ჩანაწერი დარედაქტირდა და ჩაიწერა, რომ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად ამ მეტმოქმედებას მოგცემს რედაქციულად. ასევე მეხუთე პუნქტი და ასე ვთქვათ გაიწერა შემდეგი სახით, ტექნიკური ცვლილება განხორციელდა 53 მუხლის 53 პრიმა მუხლის მესამე პუნქტის ბოლო წინადება დამოუკიდებელ მეოთხე პუნქტად ჩამოყალიბდა, შესაბამისად შეიცვალა მუხლში არსებული პუნქტების ნუმერაცია
მე 5 პუნქტში მიეთითა საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა, მე 6 პუნქტშიც ასევე მიეთითა საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა, მე 7 პუნქტში მიეთითა საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა, აგრეთვე დაზუსტა რომ პოლიციის აკადემიის სტუდენტი სარგებლობს პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით სტუდენტის სტატუსის თავისებურების გათვალისწინებით. ასევე შემდგომ პუნქტში მე 7 პუნქტში მიეთითა საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა, აგრეთვე განხორციელდა ტექნიკური დაზუსტებების ხასიათის ცვლილებები და ესე ვთქვათ, მე 8 პუნქტში მიეთითა საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა. მე-10 პუნქტში დაზუსტა რომ სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობა მათ შორის დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეს ეხება ხელშეკრულების კომპონენტს. ეს იყო პირველ მუხლში, მე მგონი თავისუფლად რამე გამომჩნევთ ის სიამოვნებით. ბატონო, პირველი მუხლის მე 7 პუნქტში რაც დაზუსტდა ის ბენეფიტები, რაც ექნება ჩვეულებრივ სტუდენტს აქ სხვა სოციალური გარანტიები რაც არსებობს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პოლიციელების მიმართ ისინი ვრცელდება თუ არა უფრო მკაფიოდ რომ დიახ გავრცელდება ოღონდ რა თქმა უნდა სტუდენტის ასე ვთქვათ სტატუსის თავისებურების გათვალისწინებით თუმცა რაც დაკავშირებულია დაზღვევასთან და ასე შემდეგ რა თქმა უნდა შეეხებათ ამ პირებს ანუ ფაქტიურად სრული პაკეტი ექნებათ ბატონო ალექსანდრე კურსანტებს და სტუდენტებს, ვინც აკადემიაში სწავლის, ანუ სწავლის საფასურისგან გათავისუფლებულები არიან, კვებით უზრუნველყოფა გათვალისწინებულია, ფორმით უზრუნველყოფა გათვალისწინებულია, სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფს, ნამსახურებელი სწავლის წლები ეთვლებათ ნამსახურებაში, სარგებლობენ პოლიციელის სტატუსით და ასევე დამატებით ახალისებები შეიძლება დაწესდეს, რაც შეიძლება იყოს კონკრეტული სტიპენდია და ასე შემდეგ, ასე რომ სრული პაკეტით არიან უზრუნველყოფილი, იქნებიან უზრუნველყოფილი ის სტუდენტები, ვინც ჩაირიცხებიან პოლიციის აკადემიაში. დიდი მადლობა და იმედი გვაქვს, რომ დაინტერესება იქნება ძალიან მაღალი. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი უნდა იყოს დაინტერესება და რაც თავარია სამომავლო კარიერული პერსპექტივაზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასაქმოს ეს პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. მადლობა. მადლობა. მეორე მუხლთან დაკავშირებით მეორე მუხლთან დაკავშირებით მეორე მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებები არ შესულა, რაც შეეხება მეორე მუხლის მეორე პუნქტს აქაც ცვლილება არ განხორციელებულა, მესამე პუნქტში განხორციელდა დამაზუსტებელი ცვლილება და მიეთითა კონკრეტული თარიღი. კერძოდ აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოლიციის აკადემიასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდება აკადემიასთან 2026 წლის 1 მარტამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით. მე-4 პუნქტში ცვლილებები არ განხორციელებულა, მე-5 პუნქტში ამოღებული იქნა მითითება პოლიციის აკადემიის უფლებამოსილი პირების სამართლებრივ აქტებზე და მიეთითა ზოგადად აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული გამოცემული სამართლებრივი აქტები. ბატონო, შენიშნული მოსაზრებები არ არის, მესამე მუხლის ამოქმედების ვადები შესრულებული არის, შესაბამისად ნაწილი გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი 1 მარტიდან. დიახ, მეორე მუხლი ამოქმედება რეალურად გამოქვეყნებისთანავე, ხოლო სხვა ყველა ნორმები ძალაში შევა 2026 წლის 1 მარტიდან. შენიშნული მოსაზრებები ხომ არ არის, ასეთი არ გახლავთ. შემდეგი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს განათლების ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი პირველი. მუხლ პირველში გარკვეული ცვლილებები არის განხორციელებული, კერძოდ პირველი პუნქტში ბატონო ალექსანდრე მხოლოდ შინაარსობრივ ცვლილებებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, დარჩენილი ტექნიკური ნაწილები ისე დარიგებულია ტექსტში და დეპუტატების გაცნობილები არიან. თუ ეხება შენიშვნები, რა თქმა უნდა. ბატონო, პირველ პუნქტში დაზუსტა რომ საპოლიციო უმაღლესი საგამართლებლობა ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას, ასევე დაემატა 56-დან 58-მდე პუნქტები, ეს არის ზუსტად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აკადემიასთან დაკავშირებული ნორმები, კერძოდ კომიტეტზე გამოთქმული წინადადების შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგამართლებო დაწესებულება, რომელიც განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას. შესაბამისად კანონის მეორე მუხლს ემატება 56 პუნქტი და განიმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგამართლებო დაწესებულების ტერმინი, აგრეთვე ამავე მუხლს ემატება 57 და 58 პუნქტები, რომლის თანახმადაც განიმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ განხორციელებული სამაგისტრო პროგრამის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სპეციალური პროფესიული საგამართლებლო პროგრამის ტერმინები.
შეეხება მეორე პუნქტში, მე-6 მუხლის პირველ პუნქტის ლქვე პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს ემატება მ' ქვეპუნქტი, რომელთაც განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს ქვეპუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს ემატება თუ სეკუნდა ქვეპუნქტი, რომელთაც განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდების პროექტზე გასცემს დასკვნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით. მე-4 პუნქტში ცვლილებები არ განხორციელებულა. მე-4 პუნქტში მე-6 მუხლთან დაკავშირებით მე-4 პუნქტი დაემატა, სადაც ანალოგიური სამართლებრივი საფუძველი გადმოვიდა, კერძოდ პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის მიღების, სწავლების, პრაქტიკის გავლის, მობილობის, სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. ასევე მე-5 პუნქტს რაც შეეხება პროექტს ემატება ბატონო ალექსანდრე, აქ მე-8 მე-7 პრიმას დაემატა, ხო? დიახ, აი მაგას ვამბობდი ზუსტად. უსაფრთხოების უმაღლესი. დიახ, ზუსტად მაგას ვამბობდი, ბატონო თავმჯდომარე. კანონს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი, რომლის თანახმადაც განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით და გაწერილია მთელი რიგი ნორმები, რომელიც დაკავშირებულია კერძოდ დოკუმენტების დამტკიცებასთან, პროგრამების განხორციელებასთან, დაფინანსებასთან, პროგრამების განხორციელებასთან და ასე შემდეგ დაახლოებით არის 6 პუნქტი. ამ საკითხთან დაკავშირებით მექნებოდა მოსაზრება კოლეგებთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ მესამე მოსმენის ფორმატში თუ რაიმე დასაზუსტებელია, თავაზუსტოთ, რათა შესაბამისობაში იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მუხლი უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის მუხლთან, ანუ 8-6, 8-7-თან. და ამავდროულად კოლეგებო ვფიქრობთ, რომ აი 8-7 მე-7 მუხლში რაც არის გაწერილი საკითხები, უმჯობესია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კანონშიც იყოს გათვალისწინებული და შეგვიძლია, რომ დღეს 4 შაბათია, დავაინიციიროთ აღნიშნული ცვლილება და შესაბამისად დაჩქარებული წესით შემდეგი კვირის განმავლობაში განვიხილოთ და მივიღოთ ისე რომ უმჯობესია, რომ ერთდროულად, ხო, რა თქმა უნდა, გეთანხმებით ბატონო თენგეს, უბრალოდ ერთსა და იმავე დროს ამოქმედდება ცვლილებები და მიზანშეწონილია, რომ ორივე ყველა კანონში გათვალისწინებული იყოს ყველა რელევანტური საკითხი. მაშინ თქვენთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, მე უკვე დავაინიციირებთ ამ საკითხსაც, რომელსაც აპარატი ამზადებს კიდეც და მადლობა ამისთვის. გავაგრძელებთ. შემდეგ გადაინომრა, ამიტომ მე-5 პუნქტი გახდა მე-6 პუნქტი, რომელიც ეხება მე-11 მუხლის მეორე პუნქტში ცვლილებებს. კერძოდ მე-11 მუხლის მეორე პუნქტში დასახელებული პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაც, აგრეთვე მიეთითება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს განახორციელებს შესაბამისი ორგანო. ასევე 22 პუნქტი არის 22 მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებული პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. შემდეგი არის მე-8 პუნქტი 29 მუხლის მე-2 პუნქტში შედის ცვლილება, აქაც გათვალისწინებული გამონაკლისებს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სრულიად ახალი მე-9 პუნქტი დაემატა, კერძოდ 53 მუხლს ემატება მე-18 და მე-19 პუნქტები, რომელიც ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტის გარკვეულ უფლებებს. შემდეგი არის მე-10 პუნქტი, აქაც 58 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით და ითვალისწინებს გამონაკლისებს ემატება სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამა. შემდეგი არის მე-11 პუნქტი 52 პრიმა მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის
პირველი 1-3 პუნქტი, რომელიც გულისხმობს, რომელთაც განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კავშირით ადგენილი ან უმაღლესი საგამოთვლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. კანდიდატმა აღნიშნული უფლება შესაძლოა მოიპოვოს საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით. და შემდეგი პუნქტი არის უკვე მე-12 მუხლის მეორე პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის ექვე პუნქტი, რომელთაც განისაზღვრება, რომ უმაღლესი საგამომთაბლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება. მეორე მუხლს დაემატა და განისაზღვრა გარდამავალი დებულებები, კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემოვლილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, გარდაიქმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემოვლილი საჯარო სამართლის იურიდიული პირად სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ჩენგოში სახელმწიფო აკადემია და მერე მოკეთ გარკვეული საკითხებია აკადემიასთან დაკავშირებით, რაც რეორგანიზაციასა და ასე ვთქვათ უფლებამონაცვლობის საკითხებს არეგულირებს. მუხლი მესამე ამოქმედების ვადები გაიმიჯნა ერთმანეთისგან სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული აკადემიის ნორმები გამოქვეყნებისთანავე შევაძალაში, ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გარდაქმნას პოლიციის აკადემიად, ამას დაჭირდება 2026 წლის 1 მარტამდე გარდამავალი პერიოდი, ვინაიდან ძალიან ბევრ როგორც სამთავრობის დადგენილებაში, ასევე შიდა სამართლებრივ აქტებში ასევე მთლიანად რეორგანიზაცია ჭირდება, ცალკე უმაღლესი დაწესებულებისთვის გათვალისწინებული ფაკულტეტი დეკანატი უნდა შეიქმნას და ამიტომ გჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ შემთხვევაში 1 მარტამდე აუცილებელია ეს დრო და ამ ვადაში სულად ჩავეტევით და კანონშიც გამიჯნულია ერთმანეთისგან ამოქმედების ვადები. შემდეგ კანონი ის გახლავთ სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, აქაც იგივე ხასიათის ტექნიკური მითითებები. კი ბატონო, ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით, ბატონო თავმჯდომარე, ესე იგი მუხლი პირველში დაემატა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიასთან დაკავშირებული ნორმები, კერძოდ მე-9 მუხლის პირველი პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა, პროექტით კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს ემატება ექვე პუნქტი და განისაზღვრება, რომ სპეციალური პროფესიული საგამოთვლო დაწესებულება არის მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია. ასევე დაემატა პროექტით ცვლილება შევიდა მე-9 მუხლის მეორე პუნქტში და განისაზღვრა, რომ მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სპეციალურ პროფესიულ საგამოთვლო პროგრამებს, პროფესიული განვითარების სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარჩვების გამოშვებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების სწავლებას, ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალურ პროფესიულ მომზადებისა და გადამზადების შესაბამის სასწავლო კურსებს ორგანიზებასა და განხორციელებას. ასევე მე-12 მუხლის დაემატა მე-12 პრიმა ქვეპუნქტი, ესაა მუხლი, რომლის თანახმადაც სპეციალურ პროფესიულ საგამოთვლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებული ნორმები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული საგამართლებლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფის მიზნით ასევე ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაზე, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგამართლებლო პროგრამას, ასევე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში უკვე რეგულირებული ეს საკითხები შესაბამისად ამ მუხლის დამატების საჭიროება არსებობს და ამიტომ იქნა მოცემული. ამოქმედების ვადებიც აქაც გამიჯნულია პოლიციის აკადემიის ნაწილი შედის გამოქვეყნებისა 1 მარტიდან, ხოლო უსაფრთხოების აკადემიის გამოქვეყნებისთანავე. დნმ-ის მონაცემის ბაზის შესახებ, მონაცემთა ბაზის შესახებ. დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ ცვლილებები არ განხორციელებულა და 1 მარტიდან შევაძალაში, ვინაიდან მხოლოდ პოლიციის აკადემიას ეხება. კარგით, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ცვლილებები. სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა, ამოქმედების ვადა არის 2026 წლის 1 მარტი. სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილი პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ. დიახ, პირველ მუხლში ცვლილება შევიდა მე-16 მუხლის მე-6 პუნქტში დასახელებული პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებს ემატება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სწავლის პერიოდის. ამოქმედების ვადა 1 მარტია მითითებული აქვს. შეგვიძლია რომ ეროვნული უსაფრთხოების აკადემია ეწოდება აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. კარგი, შენიშნები მოსაზრებები არ არის. სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესყიდვა საქართველოს განათლების სფეროს თაობაზე. ცვლილება შევიდა მეორე მუხლის მე-6 პუნქტში დასახელებ პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებს და ემატა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული ფიშის სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში სწავლის პერიოდიც. მადლობა, შენიშნები მოსაზრებები არ არის. ამით საკითხის განხილვა დასრულებულია. აპარატსაც ვთქვა, რომ შესაბამისი რელევანტური ცვლილებები რომ ასახოთ წოდებებისგან, დიახ, წოდების გამორჩა უკაცრავად. დიახ, და ერთი კანონი დაგვრჩა და მასაც მოგახსენებთ, ეს არის სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ საქართველოს კანონი. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტში დააზუსტა პროგრამის სახელწოდება პოლიციის აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ნაცვლად მეტ და პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამა და ამოქმედების ვადები შეცვლილება არ განხორციელებულა. ეს არის მადლობა. თხოვთ აპარატსაც რომ ავსახოს შესაბამისი ცვლილებები და ამავდროულად მესამე მოსმენის ფორმატში თუ რამე იქნება კიდევ დასაზუსტებელი, რა თქმა უნდა, დავაზუსტოთ როგორც მომავალ თემაზე, ესე საკომიტეტო განხილვისას. შემდეგი საკითხი გახლავთ შეკრებების და მანიფესტაციების კანონში ცვლილება და თხოვთ კონცერტი მოუწოდეთ. მადლობა და მოგესალმებით. კოლეგებო, გადავიდეთ დღეს ესე იგი გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. მეორე მოსმენით განვიხილავთ, ბატონი არჩილ გორდულაძე არის მომხსენებელი. ბატონ არჩილ, შეგვიძლია რომ მივყვეთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მუხლობრივად. მასადამე დავიწყოთ შეკრებების და მანიფესტაციების კანონში ცვლილებით პირველ მუხლში შეკრებების და მანიფესტაციების კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მე-10 მუხლის ცვლილებას და ახლებურად ჩამოყალიბებას, მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით არის დახვეწილი, შესაბამისობაში არის მოყვანილი სხვა პუნქტებთან, მაგალითად საზოგადოებრივი წესრიგის ნაცვლად საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მას წესრიგზე არის მითითება და ფუნქციონირების ნაცვლად მუშაობა და ასე შემდეგ შინაარსობრივი ცვლილებები არ გახლავთ. იგივე არის მე-6 პუნქტში, რომელიც მე-11 სეკუნდა მუხლის ცვლილებას გულისხმობს. სხვა ცვლილებები პირველ მუხლში არ გახლავთ. კოლეგებო, თუ იქნება შეკითხვა შენიშვნა ან მოსაზრება, გთხოვთ რომ გვანიშნოთ ამის თაობაზე. ამავე კანონპროექტის მეორე მუხლი გამოქვეყნების ცვლილების გარეშე გახლავთ. კი ბატონო, მომდევნო თანდები კანონის პროექტი ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი. პირველი მუხლის უკაცრავად პირველი მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი არის ახლებური რედაქციით ჩამოყალიბებული შინაარსის უცვლელად უბრალოდ ჩანაწერი ან და შეკრებების და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის a სეკუნდა g e და v ქვეპუნქტებით და 11 პირველ მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა არა ნაწილის დასაწყისში, არამედ ნაწილის ბოლოში არის მითითებული საკანონმდებლო ტექნიკამ ასე მოითხოვა მათ შორის იურიდიული დეპარტამენტის შენიშვნებითა და მოსაზრებებით. და რა თქმა უნდა, რელევანტურ სამინისტროსთან კოორდინაციით ამავდროულად დაემატა შენიშვნებში განხორციელდა ცვლილება 171 პირველ მუხლის შენიშვნის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდა ახლებური რედაქციით და გამომდინარე იქიდან რომ ამ მუხლს აღარ აქვს მე-3 ნაწილი, ამიტომაც შენიშვნების მე-3 და მე-4 ნაწილებიდანაც ძირითადი მუხლის მე-3 ნაწილზე მითითება დაიშალა და 262 მუხლში ზუსტად ანალოგიური საჭიროება იყო და ამიტომაც დაემატა მე-4 პუნქტი. სხვა ცვლილებები არ არის შინაარსობრივად არაფერი შეცვლილი. კომენტარები დარბაზიდან როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში არ არის. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე გახლავთ. კი ბატონო, შემდეგ ვაგრძელებთ. ეს არის საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ამ ცვლილებაში ცვლილება არის წარმოდგენილი პირველი მუხლი. აღნიშნული ცვლილების გარეშე არის. მეორე მუხლი. მეორე პუნქტიც. მუხლიც. ცვლილების გარეშე კომენტარები, შეკითხვები, შენიშვნები არ არის.
კიდევ ერთი მსგავსი კანონის პროექტი არის ადმინისტრაციულ სამართალდამცავი კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი ცვლილების გარეშე გახლავთ მეორე მუხლი ანალოგიურად ცვლილების გარეშე შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ ფიქსირდება ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი ანალოგიურად ცვლილებაში ცვლილება ანუ ადმინისტრაციულ სამართალდამცავი კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი პირველ მუხლში თუ არის სიახლე პირველი მოსვენის შემდგომ ცვლილება არ გახლავთ მეორე მუხლი მეორე მუხლის უწყლოდის აქტ არის წარმოდგენილი შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება დარბაზიდან არ არის შესაბამისად საკითხი განხილულია დასკვნით სიტყვით ხომ არ გსურდათ გასაგებად დიახ ვითხოვდი მეორე მოსვენის ფარგლებში როცა საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს და მუხლობრივ საკითხებზე აქვს შესაძლებლობა შემოსულ ოპოზიციას რომ თავისი შენიშვნები დააფიქსიროს ამას ვერ ვხედავთ და კიდევ ერთი მაგალითია რომ სამართლებრივ საკითხებზე არგუმენტების წარმოდგენა მათ უბრალოდ არ შეუძლიათ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით და უბრალოდ ცისრულის ტირაჟირებით არიან დაკავებული რაც ძალიან სამწუხაროა ამით ისინი პატივს არცევენ პირველ რიგში მათსავე ამორჩეულს კი ბატონო შეგვიძლია კოლეგებო რომ გადავიდეთ უკვე კენჭისყრის პროცედურაზე ორი საკითხი გვაქვს კენჭისყრელი პირველი ეს იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი პოლიციის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები ვინ არის მომხრე მხარდაჭერილი იქნეს აბსოლუტური კონსენსუსია დარბაზში ერთხმად არის მხარდაჭერილი აღნიშნული ინიციატივა და მეორე რაც ბატონმა არჩილმა წარმოადგინა ეს გახლავთ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება და ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები ვინ არის მომხრე რომ მხარდაჭერილი იქნეს აქაც ხედავთ რომ დარბაზში არის სრული კონსენსუსი ანუ ერთხმად იქნა მხარდაჭერილი აღნიშნული საკითხი მეორე მოსმენით მადლობთ კოლეგებო კომიტეტის სხდომა ამით დახურულია